საჯარო მომსახურეთა დამოუკიდებელმა პროფესიულმა კავშირმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რომლითაც ისინი ეხმიანებიან ტელევიზიონის შაბათის ეთერში გასულ საგამოძიებო რეპორტაჟს საჯარო სამსახურებში დასაქმებული ხელოვანების, მომღერლების და მსახიობების შესახებ. ადამიანები, რომლებიც თავადვე გახდნენ რეპრესიების მსხვერპლი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო, ფიქრობენ, რომ ეს რეპორტაჟი არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, როგორ ირღვევა დღეს სამართლიანობის პრინციპი და როგორ მცირდება დღეს ნდობა საჯარო სექტორისადმი. ამიტომ საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული მოქალაქეები აცხადებენ, რომ ბიუჯეტი, ხალხის ფული უნდა იხარჯებოდეს გამჭირვალედ, პოლიტიკური შეხედულებების გამო არავინ უნდა ისჯებოდეს და მათ სამსახურებიდან არ უნდა ათავისუფლებდნენ და რაც მთავარია, საჯარო სექტორი უნდა ემსახურებოდეს ქვეყანას და არა პრივილეგირებულ საზოგადოებას და ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას. მას შემდეგ, რაც ეს რეპორტაჟი გავიდა ეთერში, მოვისმინეთ რეპრესიების მსხვერპლი საჯარო მოხელეების კომენტარებიც. ისინი აცხადებენ, რომ სახეზეა სამართლებრივი სიმახინჯე, რომელსაც წლების განმავლობაში ამკვიდრებდა ქართული ოცნება და ამან უკვე საბოლოოდ გამოვლენა ჰპოვა ახლა, როდესაც უკვე ფაქტები ზედაპირზე ამოვიდა. საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ მოქალაქეებს აქვთ კითხვები იმ ადამიანებთანაც, რომლებიც ახლა ხელფასებს ფაქტობრივად არაფრის კეთებაში იღებენ. პარტიული ერთგულებისთვის, ანუ არ უნდა ვაჯილდოებდეთ ადამიანებს, არამედ ამ თანხას უნდა ვიხდიდეს და ხელფასებს უნდა გავცემდეთ იმისთვის, რომ ადამიანები ემსახურებიან სახელმწიფოს. როგორც კითხვა, შეიძლება კარგი მომღერლები არიან ჩამოთვლილი ადამიანები, ზოგი კარგი თამადა არის, მაგრამ ანუ რა წვლილი შეაქვთ სახელმწიფოს განვითარებაში, რითი ეხმარებიან ისინი სახელმწიფოს. პირველი კითხვა ეს მაქვს მე, იმიტომ რომ მე ჩემი საქმეების განმავლობაში და ასევე სხვა ძალიან ბევრი გამოშვებული ქალქთულისის მერიიდან მათი საქმიანობის ფარგლებში ისინი ქვეყანას და ხალხს ემსახურებოდნენ და მე სიუჟეტს რომ ვუყურე, ვერ მივხვდი თუ რითი ეხმარებიან, იმიტომ რომ თუ ანუ დისტანციურ რეჟიმზე მუშაობენ თურმე ეს ადამიანები და უბრალოდ მაინტერესებს ანუ სტრატეგია როგორ დაწერეს ამ დიღმის სარეაბილიტაციო ცენტრის განვითარების თუ ანუ როგორ ან შეიძლება ვიღაც კარგი მომღერალი იყოს, მაგრამ ეს ანიშნავს რომ ის კარგი მენეჯერია ან რაღაც სტრატეგიას წერს. ხო, ანუ ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელი არის, როდესაც ამდენი ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანი, რომლებიც 20, 30 და ზოგიერთი მათგანი 40 წელიც კი მუშაობდნენ მერიაში, უბრალოდ ესე უცებ ადგენენ და გაუშვეს. სისტემა ერთი მხრივ ხელყოფს საჯარო სამსახურის არსს და მეორე მხრივ აი იმ პროპაგანდას ამყარებს, რომ საჯარო სამსახურში თითქოს უნდა პარტიულ კუთვნილებას ექვემდებარებოდეს ყველაფერი. სამართლიანობის პრინციპი არა, ნებისმიერ საჯარო სამსახურში უამრავი პრინციპი ირღვევა, ხო? აიპების ერთგვარი მახინჯი სამართლებრივი ფორმებით შევსება, რასაც წლების განმავლობაში აკეთებს, ხო? მერია, მუნიციპალიტეტები. აი ამის მიხედვით ეს უნდა გახდეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახეზეა პოლიტიკური კორუფცია, რადგან ქართული ოცნება ახლა ცდილობს მხარდამჭერები წაახალისოს, ისინი დააჯილდოვოს დუმილისთვის და მხარდაჭერისთვის და სწორედ ამაში იხარჯება ახლა ხალხის ფული, რომელიც წესით ხალხის პრობლემების მოგვარებას და გადაჭრას უნდა ხმარდებოდეს. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თბილისის მერია არ არის ერთადერთი შემთხვევა, აცხადებენ, რომ უარესი ხდება რეგიონებში და ამ მხრივ აუცილებლად უნდა აღინიშნოს მათ შორის ცესკოც, სადაც პოლიტიკური რეპრესიები გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე გათავისუფლებების სერია დაიწყებოდა თბილისის მერიაში. ამიტომ ოპოზიცია ამბობს, რომ ახლა ქართული ოცნება სჯის იმ ადამიანებს, ვინც არ ეთანხმება მათ პოლიტიკას და ვინც მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მანიფესტს. ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს გადაუხდი კონკრეტულ ადამიანს, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ პარტიას, მისი პარტიის პოლიტიკური მიზნებისთვის მღერის, ცეკვავს, ქუჩაში გარბის ხალხს ურტყავს, Facebook-ზე ლანძღავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ერთი გამოაშკარავებული მაგალითი არის თბილისის შემთხვევა კონკრეტული სახელების დაგვარებით. რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია არის, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ყავთ, არა დასაქმებული, არამედ გაფორმებული. როდესაც დასაქმებულ სიტყვას ხმარობთ, განცდა ჩნდება, რომ ეს ადამიანები იქ რამეს აკეთებენ. არა, ესენი არიან გაფორმებულნი და ჩვენ ფულს იღებენ, ოღონდ ამაში ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობს საქართველოს მოსახლეობა. ასე რომ ყველაფერი კონტროლდება ერთი მიზნით, მათ დამი ლოიალური ადამიანები დაასაჩუქრონ
ჭიდროდ ყავდეთ მობმული, რათა მათ სხვაგან გახედვა არ შეეძლოთ არჩევნების დროს, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც არიან მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილები, ისინი დასაჯონ, შექმნან ახალი შტატები და CESCO არის ერთ-ერთი უმსხვილესი ინსტიტუტი, რომელშიც უამრავი ადამიანი მუშაობს ან მუდმივად, ან დროებით. ეს არის დასაქმების ჩვეულებრივი კანტორა, ხოლო ვინც გაბედავს და ოდნავ განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებს, ის გათავისუფლებული იქნება, როგორც მოხდა ეს ბოლო პერიოდში. და მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები მძიმეა და კითხვებიც ბევრი არსებობს, თბილისის მერიაში ამბობენ, რომ საეჭვო დასაქმებაში საეჭვო სულაც არაფერია და ყველაფერი კანონთან შესაბამისობაშია.